მოგესალმებით ბატონო გელა, ჩვენ ვართ თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტრირების სტუდენტები. ჩვენი მიზანი იყო თქვენთან გასაუბრება ჩვენი ერთ-ერთი საგნის პროექტიდან გამომდინარე. ჩვენ შევისწავლეთ თქვენი კომპანიის Mathe Motors-ის ისტორია და გადავწყვიტეთ, რომ ინტერვიუს სახით გაგესაუბროთ და გარკვეული ინფორმაცია დავაზუსტოთ და ასევე თქვენგანაც მივიღოთ გარკვეული რჩევები. კი ბატონო. პირველი კითხვა მდგომარეობს შემდეგში. კომპანიის мотиваციასთან დაკავშირებით. ზოგადად რა დგას კომპანიის უკან мотивაციის სახით, მამოძრავებელი ძალა და კომპანიის განვითარების აღმასვლის ეტაპებზე რამდენად იცვლებოდა ეს მამოძრავებელი ძალა თქვენი გადმოსახედიდან. მადლობა მინდა გადაგიხადოთ პირველ რიგში მობრძანებისთვის, დაინტერესებისთვის. თქვენ იცით რომ მე მთელი ჩემი ცხოვრება ბიზნესში ვარ. არ წავედი არც ერთ სახელმწიფო სამსახურში და დავრჩი რეალურ ბიზნესმენად და მიცნობს მთელი საქართველოს და საქართველოს ფარგლებს გარეთაც. იმიტომ რომ თუ დაიწყებ ბიზნესით, უნდა დაამთავრო ცხოვრება ბიზნესში. წესია ესეთი. თუ გინდა რომ გერქვას ბიზნესმენის სახელი. რაც შეეხება ახლა ბიზნესში წარმატებები, უყურეთ როგორ არის. ყველა ასაკში შეიძლება ბიზნესის დაწყება. მაგრამ თუ დაიწყებ ბიზნესს თქვენს ასაკში, ფიქრს, აი ამ ასაკში ახლა რა ასაკში თქვენ ხართ, აი ნამდვილი ბიზნესმენები გამოხვალთ. თან თქვენ ხო იფიქრეთ, რომ ჩვენ ამ მიმართულებით გვინდა განათლება მივიღოთ, ხო? ეს ძალიან კარგია. ამ მიმართულებით განათლება მიიღეთ და მერე აუცილებელია განათლებასთან ერთად აუცილებელია პრაქტიკა. აი უყურე როგორ არის. ნაბეტანი განათლებული არ ვარქა. ძალიან განათლებული არ ვარქა. განათლებული უნდა იყოს 70% და 100% უნდა მიიღო პრაქტიკა. ამ დროს ყველაფერი გამოგივა. მარტო ის რომ ახლა ჩვენ პრაქტიკისა განათლება და პრაქტიკა არ იცოდე არ გამოვა. აი ზუსტად ამ ასაკში არის კარგი სწავლა. ჩემი თხოვნა, ჩემი რჩევა ყველა სტუდენტებს ამას ვეუბნები, რომ აირჩიეთ ბიზნესი და მე მადლიერი ვარ, რომ თქვენ ბიზნესის მიმართულება აირჩიეთ. ბიზნესზე უკეთესი დღეს არაფერი არ არის. არც გუშინ არაფერი არ იყო და არც ხვალ არაფერი არ იქნება. მე გეტყვით სიმართლეს. ვერასდროს ვერავინ ვერ გეტყვის ფული საიდან მოიტანე. შენ ხარ ბიზნესმენი და იმიტომ აერჩი ეს მიმართულება, რომ იშოვო ფული. ამიტომ ძალიან კარგი გზა გაქვთ არჩეული, აქედან იწყება ბიზნესი, როგორც გაუნათლებელი კაცის ფასი კაბიკია. განათლება აუცილებელია, მაგრამ აუცილებელია აგრეთვე პრაქტიკა. და ყველაფერს მიაღწევ და თუ როგორ უნდა დაიწყოთ, ამას შემდეგ გეტყვით. თქვენ კარგად ახსენეთ და ჩემი შემდეგი კითხვაც სწორედ ამაში მდგომარეობს, რომ ბიზნესის განათლება ზოგადად რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და თვლით თუ არა, რომ აი შინაგანად უნდა გქონდეს ეს ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული ალღო, რაც ბიზნესის კეთებას სჭირდება და რამდენად მნიშვნელოვანია ბიზნესის სწავლა პროფესიულ დონეზე, თუ უფრო მეტად თვლით, რომ პრაქტიკას აქვს მეტწილად მნიშვნელობა. მადლობთ. უყურე როგორ არის. თუ მამა თქვენი გეუბნება, რომ პროკურორი უნდა გახდე, ვერ გახდები პროკურორი, იმიტომ რომ შენ ბიზნესი გინდა. შენ თვითონ აი როგორ არის იცი, შენ თვითონ სულით და გულით უნდა გინდოდეს. აი ის უნდა გინდოდეს, რასაც შენ მერე გააგრძელებ შენ ცხოვრებაში. თქვენ აერჩიეთ ბიზნესი, ხო? რადგან თქვენ ბიზნესი აერჩიეთ, ვიღაცამ გირჩიათ, რომ ბიზნესის მიმართულებას მიყევითო. და ძალიან კარგად ურჩევიათ და ძალიან კარგია. ამ დროს თქვენ გინდათ თქვათ ბიზნესი. მამა თქვენი ამ ბიზნესში გეუბნება, მე კაცო პროკურორი ვარ და წამოწოლილი ვარ მთელი ჩემი ცხოვრება და მილიარდელი გავხდი და რა გინდათ ეს ბიზნესი, შენც ესე გააგრძელე, არ დაუჯერო. შენ რაც გინდა, ის ისწავლე და იმ გზით იარე. რომელიც აი მაგალითად ძალიან კარგი პროფესია ექიმობა. თქვათ, ხო, უკეთესი პროფესია არ არსებობს დღეს, თან ყველას რო გამოადგები, მაგრამ ამისკენ არ გაქვს მიდრეკილება. შენი მიდრეკილება არის ბიზნესისკენ და ფული შეუნისკენ და
ბიუჯეტში ფული შეტანა, ადამიანების დასაქმება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. არის ადამიანები, ხო, ბიზნესი არ უნდათ ექიმობა. იმას როცა ის ჩაიფიქრებს, რომ მე ექიმობა მინდა, ხელი არ უნდა შეუშალოთ, იმიტომ რომ იმას სისხლში აქვს, რომ უნდა გახდეს ექიმი. ახლა მაგალითად პოლიციელი. პატარა ბიჭებს ახალგაზრდას მოწონს პოლიციელი, რადგან იარაღი უდევს, რადგან მიდის და გააჩერებენ საბუთს ანახებდა პოლიციელი ვარ და მიბრძანდი ბატონო. ეს ახლა ახალგაზრდებს მოწონს. მაგრამ შენ თუ პოლიციელად არ დაიბადები, არ გინდა პოლიციელობა. თუ შენ სული და გულით მოტივირებული ხარ, პოლიციელი გინდა გამოხვიდე, მაშინ ისწავლე იურიდიულზე და გახდი პოლიციელი. ესაა ჩემი პასუხი. გასაგებია და შემდეგი კითხვა მინდა დაგისვათ სწორედ აი ამ ვიდეო ჩანაწერებთან დაკავშირებით. ჩვენს TikTok-იდან გიცნობთ უმეტესად, ჩვენი თაობა სწორედ ასე გიცნობთ და მაინტერესებს აი როდის მიხვდით, როდის გაიაზრეთ პირველად, რომ აი ეს მარკეტინგულ სტრატეგიად გექციათ, ასე ვთქვათ, ეს ვიდეოები, TikTok-ის ტრენდები, როდის მიხვდით, რომ ძალიან დიდი გავლენა აქვს მართლა და თქვენი ცნობადობაც ერთიორად გაიზარდა, ასე ვთქვათ, ამ მიდგომის შემდეგ და მარკეტინგულ სტრატეგიად როდიდან აქციეთ? მე ვიყავი მე სიმართლეს გეტყვით, იმიტომ რომ ეს მე ტყუილი არასდროს არ მithქვი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ეს კითხვა. მე ვიყავი ერთი ჩვეულებრივი ოჯახის შვილი. ისეთი საშუალება ჩვენ არ გქონდა, რომ იტყვიან ახლა დიდი ფულის პატრონი არ ვიყავით, ვიყავით ჩვეულებრივი რიგითი მოსახლე იყო, ვიყავით რა და არ იყო ის საშუალება, რაც სხვებს ჰქონდათ. ამ დროს დაახლოებით 14 წლის ვიყავი, 14 წლის, რაღაცა გავაკეთე, ვიღაცამ ფული მაჩუქა. ავდექი და კიდე რაღაცა გავაკეთე, კიდე ფული მაჩუქეს. და გამიჩნდა ინტერესი, რომ მოდი სახში არ არის ის საშუალება და მოდი მე ვიმუშავებ. და ამ ჩემი მუშაობით ფულს ვიშოვე. აი დაიჯერებთ, რომ 14 წლის რო ვიყავი, აი ამ წუთამდე მე სულ ვმუშაობ. ჩემი ოცნება იყო შემდეგ უკვე რო გავიზარდე, თქვენ წარმოიდგინეთ, თქვენ რამდენი წლის ხართ? 19-ის. 19-ის ხო ხარ? აი უყურეთ. 19 წლის ბიჭს ცოლი მყავდა და ძალიან ძვირფასი მაღაზია მქონდა. სადაც უკვე 20 წლის ავტომობილებსაც ვყიდით. ეს რაიონში, ეს იყო სენაკში. სენაკში დავიბადე, სკოლა იქ დავამთავრე, იქ ვმუშაობდი რაღაც პერიოდი და მერე გადმოვედი თბილისში. აი წარმოიდგინე 20 წლის, 21 წლის მთელი სამეგრელო მიცნობდა და მთელი იმერეთი, რომ მე მაშინაც მანქანავს ვყიდით. აი იქიდან დავიწყე და ინტერესი გამიშთა და მე ფულს რო შოულობ, მეტი შოვნა გინდა და დღემდე მოვედი როგორ. არავინ არასდროს არ მომიტყუებია, მთავარი არასდროს არავინ არ უნდა მომატყუო. დღემდე მოვედი ნდობით. უნდა გენდობოდნენ, ტყუილი არასდროს არ უნდა თქვა. ჩემი ერთ-ერთი ოცნება იყო თქვენი ტოლი რო ვიყავი კი არა ცოტა უფრო პატარა, როცა ფიზიკურად ვმუშაობდი, რომ ოდესმე დადგება ის დრო, რომ გელა ბარკალაიას ერთი პატარა კაბინეტი ექნება. და ერთი ბენზონკალონკასე რო ვეძახით, ხო იცით? და აქ ერთ დღეს მივედით, პატარა რო ვიყავი. მეზობელს გავყევი სადღაც და ბენზინს ასხამდა. და კაცი იჯდა, პატარა კაბინეტი ჰქონდა და თხოვე რომ შეიძლება მეთქი შენ სავარძელში დავждე. და ერთი სურათი გადავიღო მეთქი. კიო ბიზიაო მითხრა და ეს იყო ჩემთვის ძალიან დიდი რამ, რომ მე პატარა მაგიდაზე დავჯექი და ვითომ კაბინეტში ვზივარ. ამაც ძალიან დიდი მოტივი მომცა და აი ესე დღემდე ერთი დღე არ დამისვენია ქვია. და მთავარი აი ეს პატარა ბიჭი რო ვიყავი. იქიდან დღემდე არასდროს მე პარტნიორი არ მყოლია. მე რო პარტნიორი მყოლოდა, ამას ვერ შევქმნიდი. მე დუბაიშიც იგივე მაქვს, ჩინეთშიც ვარ, თურქეთშიც ვარ,
საქართველოშიც ვარ და ნებისმიერ მსოფლიოს ნებისმიერ ადგილზე მიმესვლება, იმიტომ რომ მსოფლიო გამოფენის წევრი ვარ და ყველგან მყავს მეგობრები, პარტნიორი თუ არ არის, მეგობრები მყავს და აი ეს არის ძალიან დიდი შრომის შედეგი. მე ხო ნოლიდან დავიწყე. ახლა ჩემი შვილი თქვენი ტოლია. 22 წლისაა მათე. მე რო ადამიანს შევიცოდებ და მე რო ხელს გაუწოდებ, მე რო დავეხმარები, არ ამგონია ისე რომ მათე დაეხმაროს. ყველა ვარიანტში ვეხმარები მათეს, ვასწავლი, მოდი, იმუშავე, ნახე, ყველგან დამყავს. მაგრამ მე ძალიან ცუდი გზა გამოვიარე. შრომის შედეგი არიციან. თქვათ, აი შრომის შედეგი. მე როცა ადამიანი მოდის და დახმარება უნდა, მე ვეხმარები. და ახალგაზრდები ფიქრობენ, რომ მე რაზე უნდა დავეხმარო. მაგრამ მე რო გაჭირვება მაქვს გავლილი, აქედან გამომდინარე, ჩემ თავს ვთვლი ვალდებულად, რომ დავეხმარო. რაც შესაძლებელია, ყველაფერს ვაკეთებ. და ვეხმარები ადამიანებს და იცით ახლა მთელი საქართველო მიცნობს და პატივი რატო უნდა გცენ, იმიტომ რომ შენს ვიღაცას უნდა სეპატივი. ხელი უნდა გაუმართო, დაასაქმო, ასწავლო. თქვენ როგორ ფიქრობთ, რამდენი 1000 ადამიანია ჩემს ხელში გავლილი? ძალიან ბევრი, 1000-ობით. და 1000-ობით მუშაობენ და ყველას ურჩევ ბიზნესი და ვინც ჩემთან გაიარა 1 წელი მაინც, ყველა ბიზნესმენია. შეიძლება ახლა ესე არ იყოს, მაგრამ ბევრ რაღაცას მიაღწევე. რომ პრაქტიკა მქონდა უფრო მეტი, ვიდრე განათლება. მადლობთ. გამარჯობა ისევ. და ჩემი კითხვა არის, მაინტერესებს კონკრეტულად მათე მოტორსის წარმოშობის ისტორიის განმავლობაში რა სირთულეებს და პრობლემებს წააწყეთ. რამაც შეიძლება ის შედეგი არ დადო, რომელსაც მოლოდებოდით. მადლობთ. უყურეთ როგორ არის. ხო გითხარით, რომ 21 წლის უკვე მაღაზია მქონდა, პატარა მაღაზია. იმის შემდეგ ჩემი ოცნება იყო, რომ მე გამختار ვიყავი ბიზნესმენი. მაშინ ყველაფერს ვაჭრობას ეძახოდნენ. რაც არ უნდა ბიზნესმენი ყოფილიყავი, მაინც სახელი ქონდა ვაჭრობსო. მე შეიცვალა ეს სახელი ვაჭრობა და შეიცვალა ბიზნესი და ბიზნესმენი. უყურე როგორ არის. ძალიან რთული ამას რომ მიაღწიო, ძალიან რთული გზა გავიარე. რატომ? არ გაძლევენ საშუალებას, არ გვაძლევდნენ საშუალებას. იცით, მაშინ იყო კომუნისტების დროს ობეხეს. თუ დაგინახავენ, რომ ცოტა წინ წაიწიეთ, დაგზდევდნენ სულ პავკა იღლიაში ქონდათ, მართალი იყავი თუ არ იყავი მართალი, მაინც რაღაცას გავიწროებდნენ. მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ ახლა, რომ მე დაუბადებულიყავი ევროპაში. სადაც მე შემიწყობდა ხელს სახელმწიფო. არა, კი არ შემიწყობდა, ხელს არ შემიშლიდა. აი მინდა გითხრათ კაცურად და ეს დაიმახსოვრეთ. ჩემთვის ყველა მთავრობის დროს ხელი რო არ შეეშალათ, მე დღეს 15-20,000 ადამიანი მეყოლებოდა დასაქმებული. მე დღეს ჩემით მოვედი მაინც აქამდე, მიუხედავად ძალიან დიდი სირთულეებისა, მაინც ყველა ეს რთული გზა გადავლახე და დღემდე მოვედი. ახლა თუ ადამიანი დამისვამ შეკითხვას თქვათ, აი ის სირთულე რაც შენ გაიარე, აი რო იცოდეთ, ახლა იწყებ თავიდან ბიზნესს და ეს სირთულეები იქნება, შეიძლება ვთქვა, რომ არ მინდა მეთქი. ეს როგორ არის, იცი, ერთი სირთულე გადავლახე, მერე მეორე გადავლახე, მერე მივეჩვიე, მერე შეცდომა დაუშვი, ის შეცდომა გამოვასწორე და ამ შეცდომებით, დალაპარაკებით, ხო იცით როგორც არის საქართველოა, ნაცნობობით, იმით, ამით დღემდე მოვედი და მოვედი ისე რომ ერთი პარტნიორი არ მყოლია 62 წლის განმავლობაში. და მათე მოტორსიც იმიტომ დავარქვით ამას, რომ
დაახლოებით მათე 22 წლის უკან დაიბადა და მათე რო დაიბადა მათე საპატივცემლოდ დავარქვით მათე მოტორს. და აქედან წარმოიშვა ეს სახელი და დღეს ერთ-ერთი წარმატებული ბიზნესმენი ვარ ამ სფეროში. არასდროს არ წავედი არც დეპუტატად და არც სხვა თანამდებობებზე, იმიტომ რომ ეს არის ჩემი საქმე, სანამ ცოცხალი ვიქნები აი ამ ბიზნესში და რა თქმა უნდა შემდეგ გადავაბარებ მათეს. ახლა მათე არ მეხმარება, არ არის ძალიან მეხმარება, იმიტომ რომ მათემ უკვე აითვისა ეს ბიზნესი როგორ უკეთესია, დამყავს ყველგან, ყველაფერს ხედავს და ერთად დავდივარ თითქმის და მე ნელ-ნელა მათე ჩაერთვება რა. მადლობა. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. ესე იგი, მე მაინტერესებს ეს მნიშვნელოვანი კითხვა, თქვენი როლი, მათე მოტორსის როლი ავტოინდუსტრიაში, საქართველოს ბაზარზე. აი, რომ არა მაგალითად თქვენი ბიზნესი, კომპანია რა იქნებოდა დღეს? მე გითხარით, რომ საქართველოში ნომერ პირველი კომპანია იყო მათე მოტორს. თქვენ წარმოიდგინეთ, მათე რო დაიბადა, მაშინ საქართველოში ერთი ცენტრი არ იყო. აი თქვენ რო დაიბადეთ 22 წლისა, 19 წლის ხო ხართ? 19 წლის უკან, ხო, საქართველოში ცენტრი არ იყო, ესეთი ცენტრი სად იყო? იყო რაღაცა 2-3 პატარა, აი, არც თვლიდნენ ცენტრად. პირველი ცენტრი, რასაც ქვია, აი ეს არის როგორ იცით? მე არ ვყიდი მარტო ერთ ავტომობილს. მე ვყიდი ბევრ სხვადასხვანაირ ავტომობილს. მულტიბრენდული კომპანია, მათე მოტორსი, პირველი კომპანია იყო მაშინაც და მიუხედავად იმისა, ყოველდღე ხელის შეშლები მაინც დღემდე მოვედი და ამ სფეროში როგორც მულტიფუნქციური კომპანია მათე მოტორსი მე ვთვლი რომ მაინც ჩვენ პირველები ვარ დღეს მარტო საქართველოში კი არა კავკასიაში. კიდევ ერთხელ მადლობას მოგახსენებთ ინტერვიუსთვის. რა შეკითხვა მაქვს ახლა მე რა არის მათე მოტორსის სამომავლო გეგმები? მადლობთ. ოღონდ როგორ არის? ხო გითხარით რომ მთელი ჩემი ცხოვრება დაუთმე ავტოსფეროს, ტრანსპორტს. დღეს საქართველოში თუ ვინმე გინდათ რომ ნახოთ თქვენ ტრანსპორტნიკი, ერთ-ერთი ვარ მე, შეიძლება 3 იყოს და პრეტენზია მაქვს რომ მე არ ვიყო მეორე. არც მესამე. იმიტომ რომ მე რა გზაც გავიარე, ის გზა არავის არ გაუულია. მე გავიარე გზა ძალიან რთული და ეს ვიცი ძალიან კარგად ეს საქმე. აი წარმოიდგინე ერთი დღე მე ვერ წარმომიდგენია სხვა სამსახურში ჩემი თავი. მაგალითს ვამბობ. მე რო აქ არ მოვიდე სამსახურში, შეიძლება ავად გავხდე. მე აქ უფრო ვისვენებ, ვიდრე ახლა წავიდე ბორჯომში ან ბაკურიანში. მე ახალგაზრდები რო არ ვნახო, ცუდად გავხდები. ამიტომაც ყოველ დღე თითქმის აქ ვარ. რაც შეეხება ჩვენს მომავალ გეგმებს, ჩვენი მომავალი გეგმა კარგი შეკითხვაა. რომ არ ყოფილიყო ის პრობლემები, სულ პრობლემებია. ვიღაცას სადღაც ნათესავი გამოუჩნდება მთავრობაში, პრობლემა შეგიქმნიან, ის ვერ ყიდის მანქანას, ვითომ მეუშლი ხელს. კიდე ვიღაცას ვიღაცა პატრონი გამოუჩნდება და კიდე ვერ ყიდის ამ მანქანას და მე ვარ პრობლემა, იმიტომ რომ მე კარგს ყიდი, იაფად ყიდი, კარგად ვემსახურები. თქვენ, ქალბატონო, მიდიხართ სალონში, ხო? სადაც კარგ სალონში მიხვედით და არ მოგემსახურენ კარგად. მეორეჯერ ხო არ მიხვალთ. იგივეა აქაც. ეს ავტოსალონია, ხო? აქ რომ მოდის ადამიანი, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ის კმაყოფილი იყოს. და ის მერე მეორეს ეუბნება, მესამეს, მეოთხეს და ერთმანეთს ეუბნებიან და ეს საქართველო პატარა არის და მომხმარებელი ძალიან ბევრი მყავს. აი წარმოიდგინეთ თქვენ რომ ყველაფერი გაკეთდა იმისთვის რომ ეს კომპანია არ ყოფილიყო. აი გეუბნებით მამაშვილულად, კაცურად, ბიზნესურად.
ყველაფერი გაკეთდა, რომ ეს კომპანია არ ყოფილიყო, მაგრამ მაინც ვართ ღმერთის წყალობით. და რომ არ ყოფილიყო ხელის შეშლა, დღეს საქართველოში მინიმუმ ეს მანქანები საქართველოში 3 წარმოება მექნებოდა. ერთი წინა ხელისუფლების დროს გავაკეთე რუსთავში და დღემდე გაჩერებულია და რატომ არ უნდა გამეკეთებია საქართველოში, რატომ არ უნდა ამეწყო ავტომობილები, ხო? რატომ უნდა შემოყვავდეს, ხო? იყო საქართველოში ქარხანა ხალხი დასაქმდება, ხო? მაგრამ ძალიან დიდი ხელის შეშლა იყო. ეს რასაც თქვენ უყურებთ ახლა, სადაც არ უნდა წახვიდეთ საქართველოში, ხო? ნებისმიერ შოურუმში ასეთ შოურუმი არ არის. გვაქვს თბილისში, ნატახტარში, ქუთაისში, ბათუმში. და ცოტა ადრე 7 მქონდა 8. მაგრამ ამ ხელის შეშლებით დაგვრჩა ეს ჩვენი შოურუმები. სამომავლო ჩემი გეგმა მაინც არის ცხოვრების ბოლომდე ავტოქარხანა რო გავაკეთო. ამაზე მე უკვე საუბრობ, მოლაპარაკებულები ვართ. თუ არ იქნება ხვალ და ზეგ ხელის შეშლა, თქვენ ნახავთ საქართველოში იქნება მინიმუმ 2 ჩემი სახელით გახსნილი 2 ავტოქარხანა. ეს მანქანა ვიყიდე, გავყიდე, არ არის პრობლემა. უბრალოდ თავარი არის საქართველოში იყოს წარმოება. წარმოებაზე უკეთესი არაფერი არ არის, ვინაიდან ძალიან ბევრი ადამიანები დასაქმდებიან. რაც შეეხება ახლა, მე არ ვიცი თქვენ რა წიგნებს კითხულობთ, მაგრამ უყურეთ, ახლა რა ხდება. აი, როცა აირჩევ ბიზნესს, ამაზე უკეთეს წიგნებს თქვენ ვერ იშოვით. აი ეს წიგნები არის ყველა ერთმანეთზე უკეთესი. უყურეთ. გაყიდვების სუპერ ვარსკვლავი. აი ეს წიგნია შესასწავლი. შენ თუ გინდა რომ ბიზნესი ისწავლო, ყველაფერი არის გაყიდვა. აი ეს წიგნი უნდა ისწავლო. მეორე არის გეუბნება ადამიანი. ამერიკელები გეუბნებიან რომ მე შეცდომა დაუშვიო და აი ეს წიგნი იმიტომ გამოუშვიო და იმიტომ დავწერეო, რომ შენ შეცდომა არ დაუშვაო. აი ამიტომ ქვია ამას შეჭამე ბაყაყი. არის ის ახლა 60%-მა რა არისო, რას ქვია შეჭამე ბაყაყი რა არის? ვერც მიხვდება, მაგრამ მე ვხსნი რომ შენ რომ მართლა ბაყაყის შეჭმაზე კი არა საუბარი. შეცდომა არ დაუშვა და პრობლემა არ შეგექმნეს, აი ეს სათაური დააწერა და ეს წიგნი უნდა წაიკითხო 2-ჯერ, 3-ჯერ, რომ ბიზნესში შეცდომა არ დაუშვა. მესამე წიგნი არის აკოცე ბაყაყს. რაც ქვია ბაყაყს აკოცე, ვერ გაიგებს ამას ხალხი, ხო? აი ეს არის დღეს საუკეთესო წიგნი თუ ბიზნესი გინდა ისწავლო. რო არ აკოცო ბიზნესს, იმას რო არ აკოცო ბაყაყს, იმიტომ ეს წიგნი უნდა წაიკითხო. აქ წერია, როგორ უნდა იყიდო, როგორ უნდა გაყიდო, როგორ უნდა მართო კომპანია და როგორ უნდა უხელმძღვანელო კომპანიას. აქ არის ყველაფერი მოცემული. ეს ძალიან კარგი წიგნებია. უყურე როგორ არის. თვითონ თქვენ კარგი შეკითხვა დამისვით, რომ თვითონ თქვენ უნდა იცოდეთ რა გინდათ ცხოვრებაში. თუ შენ ცხოვრებაში აირჩევ ექიმობას, ექიმობა უნდა იყო. თუ გინდა ბიზნესი, ბიზნესი უნდა იყო. თუ გინდა რომ იყო პოლიციელი, პოლიციაში უნდა წახვიდე და იქ უნდა იმუშაო. თქვათ, მაგრამ მე გელაბარკალაია გირჩევთ ბიზნესს. უყურეთ. ეს წიგნი საუკეთესო წიგნია. ნახეთ. შენი თავის მართვა. შენი თავი შენ თვითონ უნდა მართო. შენ თავს უნდა უთხრა, მე არ მინდა პარტნიორი. კონდეს ის ცოტა და ვიყო მარტო. თქვენ ხედავთ, იქ მოკლეს, აქ მოკლეს, იქ პარტნიორმა გაიყვნენ, საქმეებს არჩევენ, პროკურატურაშია, სასამართლოშია. ორივემ საქმე უკვე იცით, წაჩხუბდით, პირველ დღეს ფული რო არ ქონდათ, ძალიან კარგად იყავით ერთმანეთთან. ფული რო იშოვეთ, მაშინ უკვე ვერ რიგდებით. ადგა ეს კაცი და აგერ გაგიხსნა წინ ის, რასაც შენ აკეთება აქ, კონკურენტი გახდით ერთმანეთის და აგდეთ ფასი, არც შენ ხარ მოგებული ამ დროს და არც შენ. ამიტომ
ბიზნესს როცა დაიწყებ, შენთვის გააკეთე ეს ბიზნესი და პატარა იყოს მოგება, მაგრამ იცი რომ შენია. რაც შეეხება ეს რა არის საუკეთესო წიგნი. იფიქრე და გამდიდრდი. უნდა იფიქრო, მთელი ღამე კი არ უნდა დაიძინო. როცა და წამოწვევი, მაშინაც უნდა იფიქრო, რომ აი როგორ შეიძლება გამდიდრდე, ხო? აგერ წერია, იფიქრე და გამდიდრდი. ახლა მე რა გავაკეთო აქ, მაქვს 5 წიგნი. ეს წიგნები არის ძვირფასი წიგნი. ჩემთვის ყველაზე მაგარი წიგნი მაინც არის ყველა კარგია. მაგრამ შეჭამი ბაყაყი და ამას გაჩუქებ თქვენ. აკოცე ბაყაყი ეს არის საუკეთესო წიგნი. და ეს აუცილებლად უნდა ისწავლოთ. ამას ისწავლი და ბიზნესის 20-30% უკვე გაკეთებულია გაქვს, ამას თქვენ გაჩუქებთ. ახლა უყურეთ ეს რა არის? გაყიდვების სუპერ ვარსკვლავი, ხო? აი ეს ყველაზე მთავარია, ხო? ყველა მთავარია, ყველა წიგნი ერთმანეთზე უკეთესია. არის გაყიდვების სუპერ ვარსკვლავი. აი ეს წიგნი გასწავლის თუ როგორ უნდა იყიდო და თუ როგორ უნდა გაყიდო. ამას გაჩუქებთ თქვენ. ახლა თქვენთვის ავარჩი ეს წიგნი. უყური რამდენი ოქრო ახატია ზევით. იფიქრე და გამდიდრდი. ძილის დრო არ არის. ზოგჯერ ყვები რომ ძილის დრო არ არის მეთქი და დაწერა იმ კაცმა, არა, კვირას მეთქი. თუ სამუშაო ახალგაზრდამ კვირასაც უნდა იმუშაოს და დაისვენე ორშაბათს. ვინმე გეუბნება რომ სადმე წერია კონსტიტუციაში რომ კვირას არ შეიძლება მუშაობა. კვირასაც იმუშაო თუ რამე ხეირი არის. და ორშაბათს ხეირი რო არ იქნება დაიძინე ორშაბათს, სამშაბათს, ხო? ამიტომ ეს წიგნი არის იფიქრე და გამდიდრდი. ძილის დრო არ არის. ძილსაც მოასწრებ და ყველაფერს ახალგაზრდები ხართ, აი ეს წიგნები წაიკითხეთ და ეს არის ძალიან კარგი წიგნები ბიზნესის მიმართულებით. უკეთეს წიგნს თქვენ ვერ ნახავთ, ეს არის საუკეთესო წიგნები. საკუთარი თავის მართვა. შენ უნდა მართო შენი თავი. პირველ რიგში ეს წიგნი უნდა ისწავლო. რომ შენი თავი მართო, შენ უნდა იყო ჩამოყალიბებული და იცოდე რა გინდა ცხოვრებაში, რომელი მიმართულებით. ეს არის საკუთარი თავის მართვა და ამ წიგნს მე თქვენ გაჩუქებთ. მადლობა ბატონო გელა საჩუქრებისთვის, ინტერვიუსთვის და როგორც წარმატებული ბიზნესმენი, აი ერთ რამეს რას გვეტყოდით, რაც ახალგაზრდებს სჭირდებათ წარმატებისთვის. ჩემი თხოვნა ბიზნესია. მე რასაც გეტყვით, არ გაგიბედავენ, არც გეტყვიან და არც ლექტორი არ გეტყვის. აი უყურეთ. ნახეთ გელა ბარკალაია სადმე რამე აწერია. თუ ბიზნესმენი ხარ, დახატული, მიხატული, მოხატული, ყველაფერი არის ზედმეტი. 5 საყურე, 7 საყურე ღმერთმა დაიფაროს, რომ ახალგაზრდა ბიზნესმენს საყურეები კონდეს. ყოველთვის ეცადეთ ცხოვრებაში, რომ ტყუილი არ გამოგივიდეს. აი დამწყები რო ხარ, მაშინ უნდა მოიპოვო სახელი და ტყუილი არ გამოგივიდეს. არასდროს არ თქვა ტყუილი. ვერ მოიგე, მაინც არ თქვა ტყუილი. ხვალ მოიგებ, თუ გინდა მოიგებ. და რაც მთავარია. ვისთანაც არ უნდა იყო, სადაც არ უნდა გააკეთო ბიზნესი, აუცილებლად უნდა იყოთ მოწესრიგებული უმაღლეს დონეზე. მთავარი არის ვიზუალი, ჩაცმა. შეიძლება არ იყოს ზვირიანი პერანგი, მაგრამ ის უნდა იყოს გადაუთავებული და მოწესრიგებული, როცა შენ ბიზნესის დაწყება გინდა ან ბიზნესში ხარ. მთავარი ბიზნესში, დიდ ბიზნესში რო გადახვალთ და გახდებით სოფლიო გამოფენის წევრები, მე თუ გავხდით თქვენ რატო არ გახდებით, თქვენ უფრო ადრე გახდებით. შეხვედრაზე არასდროს არ უნდა დააგვიანოთ. თუ თქვენ დააგვიანეთ შეხვედრაზე, ახლა იცი რა მარშრუტკა საბურავი დაეშვა, იცი რა ტრაფიკი იყო,
იცი რა არა იცი რა არ ვიცი ბიზნესმა იცი რა არ იცის ბიზნესმა იცის ერთი რამ ჩვენ შეთანხმებულები ვართ პირველ საათზე და კეთილი ინება და 1 საათი დადრე წამოდი თუ მანქანას საბურავს დაუშვებს სხვა მანქანით მოდი ბიზნესმა არ იცი შენ აქ ვერ აუხსნი მაღალი დონის ბიზნესმენი გელოდება და შენ მას ვერ აუხსნი რომ საბურავი დაიშვა თუ სახში უთო არ ქონდა სეროჩკა რომ დაგეუთაებია ეს ყველაფერი წინასწარ უნდა მოაგვარო და აქ უნდა იყო 9 საათით ადრე რომ ზუსტად შეხვდე იმ ადამიანს ვისაც უნდა შეხვდე შენ არაფერს არ გეტყვის რომ დააგვიანო მაგრამ მეორეჯერ არ შეხვდება მეორეჯერ არასერიოზულ პარტნიორს ჩაგვდის არასერიოზულ ბიზნესმენად ჩაგვდის და არ ეცდება მეორეჯერ შეხვდეს ან შენთან ბიზნესი გააკეთოს ბევრი რამეა ცხოვრებაში ბევრი რამე ძალიან ბევრი რამეა მაგრამ პირველი მოგოებოდა ბიჭებო არ დაგეზაროთ აი ამ დროს არის განათლების მიღება აუცილებელი და ადვილი თქვენ ახლა სხვა საქმე არაფერი არ გაქვთ თქვენ ახლა უნდა ისწავლოთ მაქსიმუმ უნდა ისწავლოთ აუცილებელი არის ინგლისური ცოდნა აუცილებელი არის რუსული ცოდნა აუცილებელი არის რაღაცა კომპიუტერის რაღაც პროგრამების ცოდნა და თუ სხვა ენას ისწავლი კიდე უკეთესია ახლა ჩემთან მოდიან დაუშვათ 100 ადამიანი მოდის და 100-დან 10-ის მეტმა არ იცის რუსული 10-ის მეტმა არ იცის ინგლისური მოდის და კიო მე ვიციო ინგლისური მაგრამ არ იცის ის ინგლისური არ არის ახლა ამ ეტაპზე აი ამ მასაკში თქვენ ბავშვები ხართ ახალგაზრდები ხართ სტუდენტები ხართ ახლა თქვენ გაქვთ ცოდნისთვის დრო შეიძლება რაღაცა კუთხით იქ ვერ ახერხებდე მასწავლებელი უნდა აიყვანო თუ არა და ინტერნეტში არის ყველაფერი აქედან გამომდინარე თუ მივახციე მე აუცილებლად მიაღწევთ თქვენ ჩემ დროს არც ის იყო და არც ის იყო ახლა ისიც არის ესეც არის და ყველაფერი არის ჩემ დროს არ იყო ეს წიგნი არ იყო ესეთი წიგნები არ არსებობდა ამიტომ ახლა ყველაფრის საშუალება არის რომ ადამიანი განვითარდეს და მე რატომ მეუბნები ამას ახალგაზრდებს ახლა არის საჭირო მაინც განათლება მე ძნელია მე რომ ინგლისური მცოდნოდა ჩემ დროს იყო ხუთიანი ნიშანი მე რომ ინგლისური მცოდნოდა 4 მინუსზე მულტიმილიარდელი ვიქნებოდი ეს დამჭირდა ცხოვრებაში და მე რომ ვისწავლე უკვე გვიანი იყო და ახლაც არ ვიცი მე იმ დონეზე რომ გამოვიდე და გამოფენაზე ლექცია წავიკითხო სიტყვაზე თქვა იმ დონეზე მაგრამ მე ჩემი გამოცდილებით აი ამ 60 წლის გამოცდილებით ყველაფერს ვაგვარებ და ყველაფერს ვახერხებ მაგრამ ეს მე ძალიან რთული გზა გავიარე და არავის არ უსურვებ იმ გზების გავლას და არც არის ახლა საჭირო იმიტომ რომ იმდენად ბევრი წიგნებია ინტერნეტია და ეს არც ერთი საჭირო არაა ადამიანი საერთოდ ბიზნესს სწავლობს შეცდომებიდან და თქვენ სკოლაში დადიხართ მასწავლებლები ყავთ ჩემნაირ ადამიანს შეხვდებით და იმდენს გეტყვით რომ შეცდომა არ უნდა დაუშვათ გისურვებთ წარმატებას თუ რამე გაქვთ კიდევ შეკითხვა მზადვა შეკითხვა არ გვაქვს, თუმცა მეც მინდა რომ მადლობა გადაგიხადოთ. ძალიან დიდი პატივისცემა მინდა გამოვხატო ჩემი პირადად და ჩემი თაობისაც. ვიტყოდი, იმიტომ რომ ზოგადად კომპანიებს როცა გავეცანით ჩვენ და ამ კურსის განმავლობაში, ჩვენი პროექტის განმავლობაში, ძირითადად კომპანიების სხვადასხვა სპეციფიკა შევისწავლიდით, კვლევებს ვაკეთებდით ამ კომპანიების შესახებ და თქვენ შემთხვევაში არის, ანუ გამონაკლისი ხარ შეიძლება ესე ითქვას, იმიტომ რომ ჯერ თქვენ ფიგურას ვიცნობთ, გელა ბარკალაიას და შემდეგ ვიცნობთ უკვე კომპანიას და აი ამ კომპანიის პროდუქტს. და სწორედ ამიტომ გირჩიათ ასე ვთქვა და გადავწყვიტეთ თქვენთან გასაუბრება და დიდი მადლობა, რომ ესე კეთილი განწყობით მიგვიღეთ. მე ყოველთვის ვიყავი ვარ და ვიქნები მზად ახალგაზრდებს თუ რამეში გამოვადექი ან რამე შემეძლება რომ აუხსნა ყოველთვის მზად ვარ იმიტომ რომ მე მიხარია როცა მეუბნებიან რომ ახალგაზრდები მოდიან ან სადმე პატიჟებენ ჩემთვის ეს არის პირიქით სტიმული რომ
ახალგაზრდებს მე უჭირდები რაღაცა კუთხით. კიდევ ერთს გეტყვით, პირადად თქვენ ერთს გეტყვით და დაიმახსოვრეთ. არ გინდა პარტნიორი. რა საქმესაც გააკეთებ, სალონი, რო ავიღო სალონი, პატარა სალონი გააკეთე და იყოს შენი. არ გინდა პარტნიორი, იმ პატარა ფულით გააკეთე. პარტნიორობას მოყვება, ყველაფერი უბედურება. დიდი მადლობა. მადლობა ასეთი საინტერესო ინფორმაციისთვის. წიგნები გაჩუქეთ და მომავალში იმედია კიდე შევხვდებით ერთმანეთს.